მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიმდის იმაზე საუბარი, რაც ახლა უნდა გაცნობოთ. მაგრამ მისი ცოდნა იმდენად საჭიროა და აუცილებელი, რომ მისი შეუტყობინებლობა დანაშაულის ტოლფასი იქნება. საქმე ეხება იმ მოვლენების განვითარებას, რომელნიც, როგორც ხედავთ კიდე, ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობენ და უბედურებების მეტი არც არ მოაქვთ რა დედამიწის მკვიდრთათვის. დიახ, ეს გახშირებულ უბედურ შემთხვევებსა და გაძლიერებულ კლიმატურ კატაკლიზმებს ეხება. მაგრამ ახლა იმაზეც უნდა მოგახსენოთ, რომ სხვა ისეთი დიდი საშიშროებაც დაატყდება თავს კაცობრიობას, რისი წარმოქმნაც არც არავის შეუძლია. მოგეხსენებათ, რომ ჩემს მიერ გაცხადებული ცოდნა იმდენად განსხვავებულია იმისაგან, რა ცოდნასაც ფლობს კაცობრიობა, რომ მისი რწმუნება და გააზრება ბევრს არათუ შეუძლია, არამედ მოსმენაც კი არ ძალუძს. თუმცა რაც სინამდვილეა და სიმართლე, მის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა ხელს ვერ უშლის იმას, რომ ის ფაქტებად არ შეეხოს მის უარმყოფელთ. ამასთანავე ძალიან კარგად მესმის იმათიც, ვინც ეჭვქვეშ აყენებს იმ ცნობების ნამდვილობას, რასაც ვაცხადებ. რადგან ძნელია იმის უცბად უარყოფა, რაც საუკუნეების მანძილზე სწორად იყო მიჩნეული და ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობებს. ამიტომ მხოლოდ რეალური ფაქტების დადასტურება არის ის ერთადერთი საშუალება, რაც იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, თუ აქამდე რა უზარმაზარ ტყუილში უცხოვრია კაცობრიობას. მისი მიზეზებიც მრავალფეროვანია, მაგრამ საფუძველი კი ის გახლავთ, რომ რელიგიებმა ადამიანებს ღმერთის შესახებ იმდენად არასწორი ცოდნა შთაუნერგეს, რომ საზოგადოება ორ კატეგორიად ჩამოყალიბდა: ფანატიკოსებად და ათეისტებად. ხოლო სხვა კატეგორია კი აქამდე არ არსებობდა და ვერც იარსებებდა, გარდა ყოველ ეპოქაში მოვლენილი იმ ერთეულებისა, რომელთა მისიაც კაცობრიობის გადარჩენა იყო. ვინაიდან ჭეშმარიტი ცოდნა გადაფარული იყო დიდი სიცრუით და მის გარეშე კი ჭეშმარიტი რწმენის მქონეობა შეუძლებელია. ამიტომაც სახეზე გახლავთ ის მდგომარეობა, რომ შეგნებით ვერავინ არის იმის შემცნობი, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ღმერთი. არც მის ძალასა და არც საკუთარ შესაძლებლობაზე აქვს ვინმე სწორი წარმოდგენა და არც იმაზე, თუ რისთვის შექმნა უფალმა ადამიანთა მოდგმა და რა ვალდებულებები დააკისრა მას. ყოველივე ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ კაცობრიობის მთელი ცხოვრებისეული მოღვაწეობა ხარვეზებით წარიმართა და ამჟამად უკვე იმ სტადიამდეც მივიდა, რომ განადგურების წინაშე დაიყენა თავი. სამწუხაროდ ამჟამად ასეთი რეალობაა და გადაჭარბებულ ნათქვამად ნურავინ მიიღებს. კაცობრიობა მართლაც დგას განადგურების წინაშე, მაგრამ არა იმ მხრივ, რისიც მეცნიერებს ეშინიათ და ხალხის ყურადღებას იპყრობენ ისეთი ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს ყველაფრის მცოდნენი არიან და პლანეტის გადარჩენის თაობაზე მოსაზრებებს ავრცელებენ. სინამდვილეში სულ სხვაგვარად არის საქმე და მდგომარეობის გამოსწორებაც არავის ძალუძს. გარდა იმისათვის დაჯერებისა, ვინაც ამ ქვეყნის შემქმნელმა აღჭურვა იმ ცოდნით, რომ ეს მისია შეესრულებინა. წლების წინ, სანამ კლიმატი ასერიგად აირეოდა და გაშმაგდებოდა, გაფრთხილებაზე ვაქვეყნებდი თანდართული მცოდნით, რაც ხსნიდა იმას, რატომ შეიქმნებოდა ისეთი სიტუაცია, რაც ახლა უკვე სახეზე გვაქვს. მაგრამ სერიოზულად არავის მიუღია ჩემი განაცხადი მანამ, სანამ ის ფაქტებად არ აღსრულდა. ახლა კი ყველა გამოსავლის პოვნაზე არის გადართული და ამჟამადაც ცდებიან იმით, რომ პასუხს იმათგან ელიან, ვისაც ადრე სასაცილოდ მიაჩნდა იმის მოსმენა, რომ ასე მალე შესაძლებელი გახდებოდა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნა, როგორშიაც დღეს ქვეყნები არიან. ამის შეხსენება იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ რასაც ახლა გაცნობებთ, ისიც ისევე მალე ასრულდება, როგორც ეს კლიმატის შემთხვევაში მოხდა. ცხადია, მერე ყველა ირწმუნებს იმას, რასაც ვაცხადებ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრისათვის უკვე ძალიან დაგვიანებული იქნება. ამიტომ გთხოვთ ყურადღების მობილიზებას მათ, ვინც მისმენთ და იმასაც გთხოვთ, რომ ნუ დაფარავთ ცნობებს იმ მიზნით, რომ არავინ შევაშინოთო, რადგან იქნებ იყოს თქვენს მომსმენთა შორის ისეთი, რომელმაც შეისმინოს და თავისი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს გადარჩენა შესძლოს. საქმე ეხება იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც უკვე დგას მსოფლიო მოსახლეობა და ეს არის გარდა კატაკლიზმებისა ის კატასტროფა, რაც შეიძლება მოყვეს ბირთვულ ატომურ ომსა და ხელოვნური ინტელექტის იმ დონემდე მიყვანას, რომ იგი უკონტროლო გახდეს და ადამიანთა მუდმივისათვის მეტად საშიში მდგომარეობა შექმნას. გაცნობებთ იმასაც, რომ ეს არ გახლავთ შორეული დროის მომცველი საფრთხეები, არამედ ძალიან ახლო მომავლისა და თანაც საკმაოდ რეალური. იმიტომ, რომ ანტიქრისტეს უკვე ამოეწურა ამ ქვეყნად საარსებოდ მიცემული დრო და მის წასვლის თაობაზე კი ბიბლია იუწყება იმას, რომ წარღუნასავით იქნება.
ამასთანავე იმასაც იტყობინება, რომ ადრე წარღვნა წყლით იყო და ახლა კი ცეცხლით არის მოსალოდნელი და მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს შეიწირავს. ცხადია, იმის მიხვედრა არ არის ძნელი, რომ ეს ფაქტი, რომ კლიმატური კატაკლიზმების ან ატომური იარაღის შედეგად განხორციელდეს, მაშინ დედამიწა ისე გამოვამწყობრდა, რომ ვარგისი ვეღარ იქნება იმ 1/3 საარსებოდ, რომელთა გადარჩენასაც ბიბლია იტყობინება. თანაც ამ საკითხთან მიმართებით იმ მინიშნებასაც იძლევა, რომ წარღვნითი მოვლენები ისე განვითარდება, რომ გარემო არ დაზიანდება. მაშინ რა იქნება ის, რაც უკვე მომწიფებულ გლობალური ტიპის საფრთხებს განეიტრალებს? მართალია ეს ადამიანური ცოდნისათვის არ არის ცნობილი, მაგრამ ცნობილია მისთვის, ვინაც ღმერთმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინფორმაცია საქვეყნოდ გაეცხადებინა და როგორც ხედავთ, ეს სრულდება კიდეც. ტექნიკური საშუალებებით გლობალური საფრთხის თავიდან ასაშორებელი ერთი უტყუარი საშუალება არსებობს და ის შემდეგია. თუ კი ღილაკის დამჭერნი აღარ იარსებებენ, ბომბი ვერ აფეთქდება. აი სწორედ ასეთი ტიპის მოვლენას ექნება ადგილი და იგი აღსრულებული იქნება ბიბლიის იმ ცნობით, რომელზეც უკვე გაცნობეთ და მას ჰქვია წარღვნა ცეცხლით. რაშიაც იგულისხმება ეგრეთ წოდებული დაუნთებელი ცეცხლით ადამიანთა გარკვეული კატეგორიის განადგურება, რასაც ჩვენ თვით ალების მოვლენად, ანუ სატანური ცეცხლით ალებად ვიცნობთ. ისი პროცესის ისი მიმდინარეობს, რომ ფერფლიც კი არ რჩება ადამიანისაგან. სწორედ ამ მოვლენას გულისხმობს ბიბლია ამჟამად მოსახდენ ცეცხლით წარღვნაში და ის მოაშორებს იმათ, ვინც საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობის გაგრძელებას და ადამიანებს არაძლევთ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. აქვე მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზეც, რომ ნურავინ დაიმეთდება იმით, რომ ეს პროცესი მას არ შეეხება. იმიტომ რომ არც ბირთვულ პროგრამაში და არც ხელოვნური ინტელექტის პროექტში მონაწილეობას არ იღებს. არც მთლად ასეა საქმე, რადგან ასეთი სასჯელი ერგება იმათაც, ვინც არიან რელიგიური ფანატიკოსები, აგრეთვე ის პოლიტიკოსებიც, რომელთა გადაწყვეტილებების გამოც უამრავი ადამიანი იტანჯება და ასევე ის მეცნიერ მუშაკებიც, რომელთაც წესიერად არც არაფერი იციან, მაგრამ ხალხს არტყუნებენ, რომ თითქოს ყველაფრის მცოდნები არიან, ხოლო მათ ცოდნაზე მინდობით კი ხდება რწმენის გადაცემა ჭეშმარიტი გზიდან. აი უკვე აღსრულების პირას მისული სინამდვილე და რეალობაც ეს გახდა. თქვენ კი ვინც ახლა უსმენთ ამ ინფორმაციას, იმ მითითებების შესრულება იმიტომ გჭირდებათ, რომ რაც მონანიების საჭიროებას აუცილებლობას საჭიროებს, რომ ამ პროცესის ხილვა და მისგან გამოწვეული ელდის გამკლავება არ იქნება ადვილი გულის იმ მდგომარეობისათვის, რა მდგომარეობაშიაც იმყოფება ამჟამინდელ ადამიანთა გულები. რადგან საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ბოლო ჟამშია და ამიტომაც მაქსიმალური დონის ზღვარზე მყოფ ადამიანური გრძნობებით მართულ გულს აღარ შეუძლია ის, რომ ელდით გამოწვეულ შიშს გაუმკლავდეს.